დღეს ამ ვიდეოში ნახავთ ჩემი როგორც გუნდის ყველაზე პატარა წევრის დაპირისპირებას გუნდის ყველაზე დიდ წევრთან. ჯანს მე ვერცერთი ტრენერი ვერ მასწავლის. ბატონ ცენტრებს არ მოგერინოთ. ამას არ მოვიყვანთ. მე გამიძვებს. რო გიყურებ ფიფია ჩემი მახსენდება. ოი წამოწევი ისევ ეგრევე ვიტყვი თავარი ერთად ჩანდე. ვეღარ. და ახლა ახალგაზრდებზე ნახავთ პირი. და? რადგან ვარჯიშობ აქ, უნდა იყო ან საუკეთესო, ან არ უნდა ივარჯიშო. დღეს შევეცდები დავძლიო ნამცეცას დღიური რაციონი და დღეს შევეჭიდებით 20000 კალორიას ორივე ერთად. მოკლედ დღეს უნდა ვჭამოთ ჩემი დღიური რაციონი, რაც იყო შარში, როდესაც ვემზად შეგეცეს. აი მე ახლა დაიწყე. ჭამა ბოზი, ისე გაიქარა. მოკლედ ჩილი მაინც მოატრიალენ ქვემოთ დადეშე ჩემი. მოკლედ დღეს უნდა ვჭამოთ ჩემი ჩარჩან მზადებაში, როდესაც ვემზადებოდი არნოლდისთვის დღიური რაციონი, რაც შეადგენდა მიახლოებით 10000 კალორიას. ეს არის ჩემი ჩვეულებრივი საუზმე, როდესაც სერიოზულ მზადებაში ვარ და ამ დღევანდელი ჩელენჯის აზრი ის იქნება, რომ ლუკა, რომელიც ჩემზე ორჯერ ჩატეა, შეეცდება ჭამოს იგივე, რასაც ვჭამდი მე მომზადებაში. წეღა რაც ნორმალია. მოიცა ახლა დავკითხო, მომწოდე? გადაყლაპე და ის. ესე იგი ამით იწყებდი დილას. ეს დაახლოებით რამდენი კალორიაა ეს საუზმე? მიახლოებით ახლა რომ დავთვალოთ, ერთი პური არის 9.5 კილო. 9.5 კილო პური გამოდის 1000-1200 კალორია. იქ დავუმატოთ მე 10 კვერცხი. ვერ გაწვარა. მომე, სად მიდიხარ შეჩება მომე. ერთი პური არის საშუალოდ 9.5 კილო, რაც არის 1000-1200 კალორია. ეხლა დავუმატოთ 10 კვერცხი, 10 კვერცხში იწვება, ეს ყიყლიყო. 10 კვერცხი, ეგეთ შენი 1000 კალორია ზემოდან და კიდე ზეთში ძალიან ბევრი ზეთში იწვება და დავუმატე კიდე 1000 ზემოდან. 3000 ყიყლიყო გამოდის და კიდე 1 ლიტრი, ლიტრა 9.5 კოლა ჩვეულებრივად მიყვება დილიდან თან. ეგეთ შენი 1000 კალორია. მიახლოებით 4-3.500 გამოდის მხოლოდ საუზმე. ჯამში გამოდის 7 რა 8 დაგვრჩება მე 20000-მდე ახლოს ვართ რა. წინ გვაქვს 3 ჭამა კიდე და 1 ხემსი. ნამცეც დილას სულ ყიყლიყოთი იწყებდი თუ ცვლით ირამეს. ეხა თელი მზადება 4 თვე მარტო ყიყლიყოს ჭამა ცოტა რთულია რავი, მაგრამ შეიძლება ეხა იგივე რა, ინგრედიენტებს არ ცვლი, რავი, 10 კვერცხი უბრალოდ შეწვი, რაღაცა კალბასი დაამატე, პური მიაყოლე და იგივე კოლა, რავი, კეჩუპის და გამოდის იგივე კალორაჟი რა. ცოტათი შეიძლება ნაკლები, ცოტათი მეტი. კვერცხს და ზეთს და რაღაცებს უჭამდი. ეს ფიტნესები მაშინ რატო ამობენ რომ ცუდია და არ უნდა ჭამოდა დილა 100 გრამი გრეჩიხა და ანუ ფაქტია რომ ეხა ისინი არ ჭამენ და პროსტა ტრენერები არიან და შენ ჭამ და არაჯანსაღად ჭამ და არნოლდის ჩემპიონი გახდი შარშანა რანაირად. ზოგადად ეხა როგორი ამბავია ეგ რა. ტრენერი ხარ და რაღაცა და პატარა წონა ხარ და 50 და 60 კილო და 80 კილო ტრენერი რო ხარ, ხო? ყოფნის 3 კვერცხი და 100 გრამი შვრია რა და მე ეს გამომშრალი რჩები და ლამაზი უნდა იყო ტრენერი რო ხარ. ჩვენ კიდე სილამაზე მაგრად ვკიდია რა, ჯანი გვინდა. ჯანს მე ვერცერთი ტრენერი ვერ მასწავლის. და ვერც იმას რომ შენ რა პრესი უნდა გეტყობოდეს რა სპორტსმენი თუ ხარ და რაღაც. სპორტსმენი როცა ხარ და ჯანი გინდა, ჯანისთვის მარტო ეს მოქმედებს და ძალას გაძლევს, ესეთი ყვე. კალორიული, ცილას ბევრი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა შვრია და მოხარშული კვერცხი და 3 ცალზე მეტი კვერცხი არ შეიძლება, არის სრული სისულელე. აი, ბიჭები უკვე ბოლოსკენ არიან გასულები. ლუკა, ბოლო დაგჭა და აბა შეგრძნებები როგორ არის? ეს არის ნამცეცა, ხო? ძალიან ბევრი კალორია, მართლა ძალიან ბევრია, რავი. მუცელი გამეზარდა. სულად არა ვარ, მაგრამ რაღაცაშია საქმე. დასატოვებელიც არ არის. მიდი ლუკა, მიდი ბოლო და ეგ არის. შემდეგი კვება რა გვიწევს? შემდეგი კვება მოგვიწევს პატარა ხემსივით დავარქვათ სენდვიჩები ვარჯიშის წინ. ეგ რამდენი კალორია? აი, დავიწყდეს რა მიახლოებით სტანდარტულად 1500 2 გამოდის ხოლმე ეგ. მაგას სახში ვაკეთებ თუ ყიდულობთ? ხან სახში ვაკეთებთ, ხან ყიდულობთ, გზაში მნიშვნელობა არ აქვს სენდვიჩია. ესე იგი, მოვიდა მეორე კვების ჯერიც, ნამცეც აბა რა გვიწევს მეორე კვებაზე, გავიდა დაახლოებით 2 საათი. მეორე კვება უფრო ეს არ არის, უფრო ვარჯიშის წინა პატარა ესეთი ხემსია რა. აქ არის 4 სენდვიჩი, ნებისმიერი შეგთავსით კეთება, რაც არის მაცივარს. ამ შემთხვევაში არის ძეხვი, ყველი, რავი, соуსი გაგიხარდებათ. ეხლა აქ არის 4 სენდვიჩი თითო ადამიანზე. ერთი სენდვიჩი მიახლოებით 250-300 კალორიაა, ესეც შენი 1000-1200 ადამიანზე და კოლასაც რავი, რასაც დავაყოლეთ, შენი 300 კალორია და მიახლოებით 1500 კალორია
კალორია გამის ადამიანზე. ამას შევჭამთ და უკვე დავიძრებით ვარჯიშისკენ, ვარჯიში იქნება უკვე ერთ საათი. ლუკას შენ როგორ გზნობა მასობაში თავს? ვარჯიშზე საინტერესო რაღაცეები მოხდება. ეხა გინდა ქშია ეხა ეგ თუ როგორ ახა? უბრალოდ გზებია ჩახერგილი უკან დასახევი. აბა ლუკა, ეხა ეს გითხარი, როგორია მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც იქნება ერთ თვეში და აი ამ კვებასთან ეხა მე რა კვებაც ქონდა, შენ როგორც ორჯერ ჩატე Strongmans, მიახლოებით რამდენს ჭამ ამასთან შედარებით. აი როგორია ხოლმე შენი სტანდარტული კვება და რამდენად მეტია და რამდენად რთულია ეს? ჭამ, მაგრამ დიდი პორციები. ბევრს ჭამ შენ ძალიან. ამდენს მე ნახდად ვერ შევძლებ. მეორე კვებაზე ბრინჯი, მაკარონი ფილესთან ერთად. მეორე კვებაზე ალბათ მე ვიქნები დაახლოებით 2500 კალორიაზე. ანუ ნამცეცას ერთი ჭამა, ჩემი ორი კვება. 90 კილოა ჩვენ წონაში, სხვაობა 90 კილო მე ვარ, 180 ეს და აი ლოგიკურად მიყვება. ლუკა მიდი ჩაამთავრე ეგ რომ აი 4-ზე დარჩე რა. ლუკამ სენდვიჩები ბოლომდე ვერ ჭამა. დაჯარიმდება ტკბილეულით. და შენ ხა ეს ჯარიმა არ არის. ჩაოლებრივად შეიძლება ეხლა ცოტა გვიან რომ მქონდა ვარჯიში, ჩაოლებრივად ჭამდი ამასაც. რა სენდვიჩები მიდი კიდე დავსაჯე. გამოდის ეხა რა? კილოიანი ნახინია, ეხა ამას მართლა ვერ შევჭამთ თლიანად, მაგრამ გავთვალოთ 200 გრამი თითო კაცზე, ეს თითო კაც 500 კალორია, 100 გრამი რაღაც 240-250 კალორია წერია და ნამცხრები ეხა ეს ერთი შეფუთვა 180 გრამია და 100 გრამი 400 კალორია. ანუ ესე ჩავთვალოთ თითო კაცზე 400 კალორია, 350 რა. ხა ეს კი ვითომ დასჯა გამოგვივიდა ლუკასი, მაგრამ ნაყინი ზოგადად ძალიან ისეთ სასიამოვნო საჭმელი და რაც არ უნდა ახეთქილი იყო და ბევრი კონდეს ნაჭამი, მაინც მაგრად მიდის რა. არაფერი არაა რა. პირადად ჩვენ გუნდს აქვს დატესტილი, ნაყინი შეჯიბრის წინ, ვარჯიშის წინ იდეალურია რა. წინა ვიდეოებს გადახედეთ საიდის პეიჯზე, რაში არის თოკოს საიდუმლო, როგორ გამოდის შეჯიბრებზე და როგორ არის ხოძზე და ენერგიაზე. არ გაგიტყდეთ ძმებო. მოდით დაგვასპონსორეთ, არაფერსი არ გეტყვით უარს. კვების ობიექტები, გასართობი ობიექტები. გასართობი ჟოზე სახლი რო ჟოზე სახლი არ ვიტყვით უარს ბიჭებო მოვა გავერთობით ბატო ცენტრებს არ მოგერიდოთ ამას არ მოვიყვანთ მე გამიძრებს ყველგან მოვა თქვენ ოღონდ დაგვასპონსორეთ მე ბავშვებს მივხედავ რომ ამათ რამე არ მოიწიო 4800 შენ 6 სულ ეგ არის 6000 4800 დაუჩა წინამდელი კალორია 4 რა ამასაც 5 დავამატებინებ რა 4 რა იდეაში 4 დარჩა რა მორჩის ჭამას და შევხვდებით უკვე დარბაზში. ლუკა როგორ მიდის ვარჯიში? ვარჯიში არ დამთავრებია და უშაურმაზე ფიქრობს. ხო და ვიქოვოთ, წამოვწეს და ისევ ჭამოთ. ნამცეც რა გვიწევს შემდეგი ჭამა? საუ. მე ხარ ხოძე? რაღაც არ გიმჩნევა რომ ხოძე ხარ. თითელი ვაშლი გაგორდა, ლუკა ტრენაჟორზე გაგორდა. წამოწოლილი თუ შევწამთ მაგარი იქნება. ხო, ესე იგი მოვიდით მესამე კვებაზე, ეხა ეს არის შაურმა, სტანდარტულად ვარჯიშის მერე. ვარჯიშის კარგად დავიღალეთ ვარჯიშზე და ეხა უკვე მადაც გვაქვს, ეს ადვილად წავა, ჩაოლებრივად, მაგრამ აქედან მოკლე შუალედში დავამატებთ კიდე. ნუ ეს გამოდის 1500 რა, მეტი ვერა. ვარჯიშამდე დაბერილი ვიყავი, მაგრამ რავი ვარჯიშმა მაინც თავის იქნა. დავიღალეთ და განახლებული მადით და განახლებული ძალებით შევერკინებით ისო. 6.5 თუ არის შემდეგი ჭამა გვიწევს 8-ზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ვარჯიშიდან გამომდინარე და დაღლილობიდან გამომდინარე, გემრიელად წავიდა, ასე გემრიელად ჯერ არ მიჭამია. დასრულდა მესამე კვება, კარგად მივიწევთ წინ. პირველ ორ კვებასთან შედარებით მარტივი იყო ეს. ახლა არის უკვე 6 საათი და 2 საათში მოგვიწევს მეოთხე კვება. რაც რა იქნება ნაცით. შემდეგი კვება გვიწევს პილმენი და არაჟანი. რაოდენობაში კილო იქნება ალბათ, კილო კაცზე და ნახოთ რა უკვე იმას ადგილზე დავიღებთ, ადგილზევე გაჩვენებთ სახში. სახლისკენ გადავინაცვლეთ, სადაც უფრო კარგად გაჩვენებთ ყველაფერს. მოკლედ, ეხლა არის მეოთხე კვება, საათზე 9:30-ია, მოხარშეთ პელმენი. ამოვიდა მიახლოებით კილო თითო კაცზე. ეს სახლის პელმენია, დიდები არის, მაგრამ პაჩკებში რო იყიდება რაღაცა სასწაული მაღაზიებში ეგ არა. და ეს გამოდის მიახლოებით, 1500 კალორია რა, რაც დავთვალეთ, რაც ნახეთ. არაჟანიც ეხა, რავი, ამდენი უნდა შევჭამოთ არაჟანიც. 500-იც ვერა რა, 1-200-300. კალორიას ვაფშე არ ჩავთვალოთ არაჟნის კალორია. ეგეც შეიძლება. ხილავით შეებია მაგრამ საერთოდ აღარ ჩავთვალოთ. სახეზე გეტყობათ რომ მაგარი დაღლილები ხარ და რატო ხარ ეგრე დაღლილები? შე როგორც უარსაბი იტყო და ბევრი ჭამის მერე წავედი და დავიცინე. ხო და ახლა ახალ გაღვიძებულზე დამხვდა პილმენი.
და რატო ხარ დაღლილი ეს? დაიჭირა პირველი დაკვდა, ჩემ ყალეს მე რატო ხარ დაღლილი? რო გიყურებ იმენა, ბებია ჩემი მახსენდება. ლეკო არა. ისიც ეგრე მეუბნეოდა რა. შვილო, კარგად ჭამე დიდი ბიჭი გაიზდებიო, მაშინ არ უჯერე. რავი, რაც ამ დარბაზში მოვედი. აგერ გიჯერებ რა, რავი, გავიზარდე დიდი ბიჭია. ეს ბებია ჩემის მსგავსება რა მოსატანია და ახლა ამ ბედნიერ ნოტაზე გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს არის შენთვის პირველი საერთაშორისო შეჯიბრი ევროპის ჩემპიონატი. ესეც ის არის რომ რაც შესამჩნევია და აღსანიშნავია. პირველი წელია შენი საშეჯიბრო. პირველივე წელს ევროპის ჩემპიონატზე მიდიხარ და ეხლა ის გითხარი, ის თქვიო ზოგადად საერთოდ ანუ როგორი მომზადება შემცენ როგორი შექმნება ამ მომზადებაში როგორი მზადები განსხვავება რაც არის ჩვეულებრივი ვარჯიშიდან ამ ვარჯიშებს შორის რაც აქტიურ სპორტში შემოვედი სადა დედამიწა თუ აქამდე შემეძლო რომ მე ვარჯიშა და წავსულიყავი მერეცმაკაცებთან ლოდი დამელია ახლა ასე აღარ ასეთ ვარჯიშებს ჭირდება შესაბამისი დისციპლინა და ყველაფერი უნდა გქონდეს გაწერილი და თუ ერთ დეტალს დაარღვევ აბსოლუტურად ყველაფერი ვარდება ჯაჭვური პრინციპია ან როცა ხარ ისეთ გუნდში რომელიც ეს საქართველოში პირველია თამამად რო ვთქვათ და იმედია ვერც ვერავინ შეგვედავება ამაში იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამტკიცდა უკვე შეჯიბრზე არა მარტო საქართველოში ჩემი აზრით საქართველოს ფარგლებს გარეთაც დიდ შედეგებს აკეთებს ეს ჩვენი გუნდი პირველი წლიდანვე საპასუხისგებლოა ამ გუნდში ვარჯიში რადგან ვარჯიშობ აქ უნდა იყო ან საუკეთესო ან არ უნდა ივარჯიშო ხოლო ზუსტად მაგაზია საუბარი რა რომ ეს სპორტი რა ნებისმიერი პროფესიონალური სპორტი თან მით უმეტეს ეს კინასთან წონებთან ჭიდაობა ჭიდილი ესეთი მარტივი საქმე არა რა რომ მიხვედი მარტო და ეხ ვიდეოში ხო რომ მიდიხარ ვიდეოში ჩანს მაქსიმუმ წუთი რა ყველა მოძრაობაზე ყველა დისციპლინაზე გაქვს ერთი წუთი დრო ეს ერთი წუთი რო ჩანს და ერთ წუთს ლამაზ ვიდეოს უყურებს ყველა უყურებს და ქსიამოვნებს ხო იმ ერთ წუთიანი ვიდეოს უკან იმ აწევის უკან იმ ხელა შრომადებს აი როგორც ლუკა მილაპარაკა რომ აი რაც გინდა რაც არ გინდა აკეთებ მხოლოდ იმას რაც საჭიროა ხო როგორ გზნობ ჯამის მერე თავს მოი წამოვწევი ისე ეგრე ვიტყვი მთავარია კაცი ჩანდე მოკლედ დამთავრდა მეოთხე კვება ეხლა გადავალთ მეხუთე კვებაზე რომელიც იქნება მიახლოებით 2 საათში გაჩე ხო და სანამ ეს 2 საათი გავა ამ 2 საათის განმავლობაში უკლებლივ ყველა ვინც ახლა გვიყურებთ გამოიწერეთ და გააქტიურეთ ზარისხილაკი გააგრძელე მეხუთე კვება იქნება რამე ცომეული ხაჭაპურლობიანის ვიქ ნახავთ ადგილზე ჩავალთ ადმე და აუცილებლად ტკბილეული ეს არის ბოლო შევანჯავებელი ჭამა ძილის წინ ჩავედით საცხობში საკონდიტროში და ხომეული არაფერი არ იყო დამოვიღეთ ძირითადად სუეს დესერტები რა სხვადასხვანაირი რაც უფრო ყველა კალორიული იყო აი ეგ ლუკამ კითხა ჯამში ეს ყველაფერი ჩემიც და ნამცეცას დოზაც დაახლოებით ერთად არის 2500-დან 3000 კალორიამდე ორი ნამცხვარი იყო ძალიან კალორიული როგორც მითხრეს მარტო 800 არის ეგორიც 800 ცოტა მეტი ნუ 1100 გამოდის რა 1100 და კოლაც 200 კალორია კოლაც ახლა ჩვენ ჭამს ახლა რამდენიმე შარიელა შაქარია და ცარიელა ცხიმი მაგრამ ბიჭო არა შენ წარმოიდგინე და იცი რა გვითხრეს ესო იმიტომ არ არისო ეგეთი კალორიულიო რომ ყველაფერს ნატურალური რაღაცეებით ვაკეთებთ არა ლუკა ეგ რო გვიყიდე შემოგტენეს უბრალოდ გაგვიправო ეს სექტორე მე მაბოლებ აუ უეშენ შეჭამდა ეხლა რაც ჭამე და რაც ვერ ჭამე ლუკა მოგეს დაამოწ ვეღარ ჭამ ვეღარ ველოდი ამდენს რო ჭამდა ველოდი ახლა ამ ზუსტი წარმოდგენა არ მქონდა მაგრამ ბევრს რო ჭამდა ველოდი რაც იყო რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა იყო ყიყლიყოები ძალიან ცხიმიანი და რავი ცოტა რთული საჭმელი და ტკბილეული ტკბილეულზე 200 კალორია ეს მეც აღარ შევჭამ ახლა 10000-ზე ავედი ესეც ვერ გამომჟღავდა ჩემი აზრით შემდეგი ვიდეოსთვის ძალიან საინტერესო იქნება ნამცეცა 20000 კალორიას თუ შეჭამს ну რავი ხა იქნა გამომდინარე რომ ლუკა კარგ მზადებაშია კარგ წონებზე ვარჯიშობს და კარგად იღლება ვარჯიშებზე ველოდებოდი რა ერთი დღე ჭამა სხვა არის და სისტემატიურად ყვება ესე სხვა არის რა არა შანსი არა ხო ამდენი ჭამა შეძლო რავი ერთი დღე გასაგებია მაგრამ რავი სისტემატიურად ასეთი ჭამა თუ ნამცეცა არ ხარ რავი ვერ იზავ თუ გინდათ ამ ვიდეოს მეორე ნაწილი უფრო გაზრდილი კალორიებით და უფრო საინტერესო გარემოთი გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში